თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია გახანგრძლივდა. რეფორმის ფარგლებში დედაქალაქში მოქალაქეები კუთვნილი მიწის ნაკვეთების დარეგისტრირებას კიდევ 3 თვის განმავლობაში შეძლებენ. 2026 წლის 1 იანვრამდე გრძელდება სისტემური რეგისტრაციის პროცესი რეგიონებშიც. თუმცა იურისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ არსებული ხარვეზების ფონზე სახელმწიფოს დადგენილი ვადების გახანგრძლივება კიდევ მოუწევს. იურიდიული კომპანია OKNCG-ის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ პროცესში სუბიექტები გამოჩნდნენ, რომლებიც მიწის ნაკვეთებს მეზობლების ხელმოწერების საფუძველზე არა კეთილსინდისიერად ირეგისტრირებენ. მავალმა და მავალმა ამ ფაქტით ამ სწრაფი რეგისტრაციების ფორმატით ისარგებლეს და ესე ვთქვათ, ისეთ ქონებებს, რომელზეც სახელმწიფოს არ ჰქონდა ინფორმაცია მისი მესაკუთრეობის შესახებ, ისინი ცდილობენ მის საკუთრონ დაიტაცონ, ასე ვთქვათ, თუნდაც პირობითად 2-3 პირი მეზობლად განთავსებ სურველი პირი ამათვე მიწის ნაკვეთი შესაძლებელია ერთმანეთს ესე ვთქვათ გამოუჩნდნენ როგორც მოწმეები და უდასტურონ რომ თითქოს დაისფრობს ამ მიწის ნაკვეთს და ამ ფაქტით მოახდინონ ამათვე მქონებების რეგისტრაცია. იურისტები გვიხსნიან, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ხარვეზების გათვალისწინებით მოქალაქეებს უფლებების დამტკიცება ხშირად სასამართლოშიც უწევთ, რისი პრაქტიკაც უხვად დაგროვდა. ადვოკატი ბონდო ყიფიანი გვიყვება, რომ პროცესში მთავარი პრობლემა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციების მოძიებაა, რაშიც სახელმწიფო უწყებები ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს ნაკლებად ეხმარებიან. მისი თქმით, სახელმწიფოს საკუთრების სრული დოკუმენტაცია სისტემატიზებული არ აქვს, რაც მოქალაქეებს და რეფორმას მნიშვნელოვნად აზარალებს. და თუ შენი სურვილი არის, რომ რეალური მესაკუთრე დაადგინო და მე მაქვს პირობითად ხარვეზიანი დოკუმენტი, ხო შეგიძლია ამასთან ერთად გამოიყენო შენ ბაზაში არსებული მონაცემები და გადაწყვეტილება მიიღო ამის საფუძველზე და ყოველ ჯერზე, როცა შენ შეგიძლია საქმე დაასრულო შენთან, ადამიანები არ გაუშვეს სასამართლოში. არ შეიძლება, რომ ერთ და იგივე მოცემულობაში კერძო სექტორი ეძებდეს რაღაც მასალას და იგივე მასალას ვერ პოულობდეს სახელმწიფო. ესე იგი, ან ხარვეზი გაქვს, ან არასათანადო კადრები ყავს, ვინც ვერ ახერხებს ამის მოძიებას, ან უბრალოდ არ გინდა ამის მოძიება. და ამის გარდა დამატებით თვითონ საჯარო რეესტრს აქვს უამრავი მასალა, რომელიც არ აქვს სისტემატიზირებული და ამას არ იყენებს მოქალაქეების სასარგებლოდ. იგივე არის ყვითელი ფენებში არსებული მონაცემები. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესში არსებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით თამარ გოჩელაშვილი ამბობს, რომ დავების დიდი ნაწილი ნაკვეთების ადგილმდებარეობის დადგენაზე მოდის. ხშირად მესაკუთრე კუთვნილი ნაკვეთის დარეგისტრირებას ცდილობს, თუმცა საჯარო რეესტრი განაცხადს ახარვეზებს. მიზეზი კი საკუთრების მოწმობის სხვა პირზე გაცემის ფაქტებია. ადვოკატი გამოწვევად ასახელებს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის კოორდინაციას და ვადებსაც. ადმინისტრაციულ ორგანოთა კოორდინაცია და ვადები. თუ ვთქვათ, საქმეში ჩართული უნდა იქნას ადგილობრივი მმართველის ორგანო, შედარებით უფრო მარტივად წყდება და უფრო კოორდინირებული არის რეესტრი და ადგილობრივი მმართველი. რასაც ვერ ვიტყვი მაგალითად სხვა სამინისტროებთან, როცა გვაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ იქ მათ აგრიანდებათ პასუხების გადაცემა და ამასობაში პასუხის წარმოუდგენლობიდან გამომდინარე წყდება სარეგისტრაციო საქმე. ადგილმდებარეობები დღეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ რეგისტრაციებისა. აი უზარმაზარი პრობლემა, იდენტიფიცირება. შეიძლება ადგილობრივ მმართველმა დაგიიდენტიფიციროს, რომ მიღება ჩაბარების აქტში ასახული ნაკვეთი ნამდვილად აქ მდებარეობს, თუმცა რეში ვერ განახორციელო ამის რეგისტრაცია, იმიტომ რომ იქ უკვე სხვისი უფლებაა რეგისტრირებული. მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა პირველ ეტაპზე 3 წლიანი ვადით დაიწყო და ამ დროში 1,200,000 ჰექტრის აზომვასა და რეგისტრაციას ითვალისწინებდა. 2024 წლის ბოლოს დასრულების ნაცვლად პროექტი მთავრობის დადგენილებით გაგრძელდა და მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2026 წლის 1 იანვრამდე შეძლებენ. ბოლოს სტატისტიკის მიხედვით პროექტის დაწყებიდან დღემდე 1,844,000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა, ხოლო საკუთრების უფლება 1,290,000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა. რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი 2023 წელს დაიწყო და წესით ბოლოს დადგენილი ვადით 2025 წლის 1 ივნისს უნდა დასრულებულიყო. თუმცა პროცესი 1 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. რეფორმა თბილისის მერიის მიერ წინასწარ შერჩეულ 12 არეალზე მიწების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს.